ამას შემდეგ ვიტყვი. მოკლედ ტექსტური შეტყობინება იყო თბილისის მერთან დაკავშირებით. მანამდე კოორდინატორების თემა ყბადაღებულს რომ მეძახიან. კოორდინატორები ჩვენ ნახეთ ნანალეჟევის რეპორტაჟში, კოორდინატორები საფულში როცა არჩევნები დანიშნული არ იყო ერთ-ერთ ძვირადღირებულ რესტორანში ზღვის პირას და ბატონიკო კი იმ დროს მემტკიცებდა რომ ეს აუცილებელიაო. არა და 2009 წელს თითქოს კამრები ქონდა შემოჭერილი. მათი იქ წაყვანა და მათთვის ტრენინგის ჩატარებაო. ნახეთ ნანალეჟევის რეპორტაჟში კოორდინატორები უკვე საარჩევნო პერიოდში როგორ კეიფობდნენ. აი ეს ამ თემასთან დაკავშირებით მე მომეწონა მაინტერესებს ან თუნდაც ჟურნალისტები ახლა კიდევ უმძიმესი ფაქტი ვნახეთ ჩემთვის უმძიმე ჟურნალისტები როგორ მივიდნენ თუმცა საარჩევნო პერიოდში ხუთლად ნუ იანვარში იყო ყოველ შემთხვევაში და რომ იყვნენ იქ მისულები მე იმ დროს მქონდა სიმართლე გითხრათ ინფორმაცია მაგრამ აი კადრები ახლახანს ვიხილეთ მაინტერესებს რა ფულით ეპატიჟებოდნენ ამ ხალხს რა ფულით დაატარებდნენ თქვენ რომელიმე მაინც თუ გაარკვიეთ და საერთოდ ეს კოორდინატორების თემა უკავშირდება თუ არა ადმინისტრაციული რესურსის ასე უხეშ გამოყენებას სამწუხაროდ აი